მოიწონე Anonymous Facts-ის Facebook გვერდი და არ გამოტოვო ახალი ვიდეოები. კონსპირაციული თეორეტიკოსის დევიდ მიდის განცხადებით, დედამიწის აღსასრული შესაძლოა მიმდინარე წლის ოქტომბერში დადგეს. ამის შესახებ მიდი თავის წიგნში Planet X 2017 არივალში წერს. თეორეტიკოსის მოსაზრებით ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენი მზის ტყუპს უწოდებს, ჩვენსკენ მოემართება. მისი თქმით ეს ვარსკვლავარი თან გამოიყოლებს ორბიტის გარშემო მოძრავ 7 სხეულს, მათ შორის ნიბირუს. ნიბირუ დიდი და ლურჯი პლანეტაა, რომელსაც პლანეტა X-საც უწოდებენ. როგორც მეცნიერები წერენ, პლანეტა ნიბირუ იგივე ანუნაკი გასულ საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა მდებარეობიდან გამომდინარე მისი დანახვა იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. მას როგორც მეათე პლანეტის სახელით იცნობენ და მისი ორბიტა იმდენად გაწელილია, რომ ძირითად დროს მზის სისტემის გარეთ ატარებს. ის ყოველ 3647 წელიწადში ერთხელ შემოდის ჩვენს სისტემაში. მეცნიერების კვლევების თანახმად 4-ჯერ ან 5-ჯერ აღემატება დედამიწას ზომით და მისი დედამიწისგან საკმაოდ ახლო მანძილზე ჩავლაც კი გამოიწვევს კატასტროფულ მოვლენებს და ცივილიზაციის განადგურებას. ცოტა უფრო ახლოს ჩავლიდან შეჯახებით ჩვენი პლანეტა შეიძლება მთლიანად გაანადგუროს. თეორეტიკოსის მოსაზრებით პლანეტა დედამიწას 2017 წლის ოქტომბერში მოუახლოვდება. მეცნიერთა საზოგადოება ნიბირუს არსებობას არ ეთანხმება. ნიბირუ და სხვა მსგავსი ისტორიები უბრალოდ ინტერნეტ ქაოსის გამომწვევია. ცხადია, არც ერთი მათგანი არ არსებობს. განაცხადა ადრე NASA-მ. სწორედ ნიბირუს უკავშირდებოდა 2003 წელს მოსალოდნელი დედამიწის დასასრული, 2012 წლის მოსალოდნელი აპოკალიფსი, ასევე 2015 წლის დედამიწის სავარაუდო დასასრული. შესაბამისად, თავად განსაჯეთ, რამდენად რეალურია მიდის მოსაზრება. დღეისთვის კი სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე.